სასუნებელი სახლი და ავაშენეთ კარგი რესტორანი ძალიან. მე ტერასებად დავყევით იქ და გავაშენეთ მწვანე მაგას სამხედრო იყო, უზენადრო სამხედროები იყო და ის სამხედროება როგორც კი გაანთავისუფლა ესნაგვეთი და ძალიან კარგად ლაბაზე გამომივიდა და შემოვიდა მჟავანაძე და ჩანოღვაძე ცეკამზევანი და მითხრეს რა გაქვს ახალიო და მართალი გითხრათ მიფიქრე რომ უთხრა თუ არ მეუწყარი ასე ვასილე პავლოვიჩ ისე ბათუმის დავაშენეთ მე დასასვენებელსა წამომანახეო და წავიყვანეთ და ძალიან გოუხარდა ძალიან მოეწონა და მითხრა რომ ეს კარგია ყველაფერიო მაგრამ მოდიო შენო სოჩაშიო არისო გვარი დამავიწყა პირველი მდივანი და ველაპარაკები მეო და ჩადიო შენ და მაინც ნახეო სოჩაში როგორ კეთდება ეს გალავაზება ქალაქის ყველაფერი მაინც გადმეიღები მე ველაპარაკები იმასო და მართლაც დარეკა მე და მითხრა რომ გელოდებაო ის სოჩის ქალაქის პირველი მდივანი დავამთავრა დათვალიერება ჩანოყვანზე მითხრა რომ შენი კაბინეტი სად არის აკავად თურმე ალბათ რესტორანში დასაჯდომი ადგილი მე პარტარა პროვალი გადავიღალე და სოჩაში რო ჩავედი ის მაინც ძალიან კაი კაცია ძალიან მე გადაიყვანე საკავშირო მინისტრის იყო მე მგონია სოფლის მეურნეობა არ მახსოვს გვარია ძალიან კაი კაცი ძალიან კარგად მიმიღო დამხვდა თვითონ და დამათვალიერებია თელი სოჩი და მითხრა რომ წყერის ფერმები ქონდათ და მითხრა რომ მე მოგცემთო თუ გნებავთო და მწყერი თქვენს დარგეთი გავა და ძალიან ბევრი რაღაცები დამბირდა ტრაბახობაში არ გამომივიდა ბევრი რამე კეთდებოდა და რა ვიცი ეკმაყოფილები იყო და არც ვინმეზე დამიმადლებია ესა და არც არაფერია შემეძლო გავაკეთე და მე ისე წამოვედი იქიდან რომ ჟავანაძემ გადაგვარჩინა ჩვენ ჟავანაძესანი კაცი საქართველოს არქონი ჟავანაძის დროს მუშაობდი დაახლოებით ერთი 10 წელიწადი ვიმუშა ამისანა უბრა ამისანა კარგი კეთილი კაცი უაღრესად კეთილშობილი კაცი არასდროს არ გაგრძნობინებდა იმას რომ იგი არის პირველი პირი იგი არის ხელმძღვანელი და მისი სიტყვა არის კანონი ამას არასდროს არ უსვამდა ხალხს ახლა მე რა ვიყავი მაგასთან შედარებით ვიყავ ქალაქის პირველი მდივანი ერთი ფაქტს მოგება თუ ჩამოვიდა მაგ ახალი არჩეული ვიყავი ერთი წლის და რო ვაცილებდით მაგას ვაცილებდით ახლა საოლქო კომიტეტის ბიუროს შემადგენლობა და მე წვე ვიყავში და რომ მივედით სადგურში ჩემს სახელს ვერ იმახსოვრებდა და მითხრა გობრატაძე მოდი აქო და გამიყვანა გვერდზე როგორაა მოსახლეობა ბათუმში მე პირას მეკითხება მე უთხარი ვასილე პავლოვიჩ დაახლოებით 100,000 კაცი არის ქართველობა რამდენი არის მე უთხარი 59% რაო შენ რას მეკითხება რა ბიჭო 59% რა არის 59% ქართველობა ნაკლებო დღეს ხვალვე შენ ხელში აიღეს ჩაწერები და ყველაფერი და ჩამოასახლე მაღალ რაიონებიდან, გურიიდან, აჭარიდან ქართველობა და დაასაქმეთ და ის კიდე გაზარდეთ ქართველთა რაოდენობა. მე ვიფიქრე რას მელაპარაკებ. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო როგორც ინტერნაციონალური ქალაქი და ის სახელმწიფო და ამაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო მე გამიფირდა პირველი მდივანი პოლიტბიუროს წევრი ამას მელაპარაკებ. მე შემხედან მე არის შევწუხდი და მithra კარგი მე განვიხილავ მაგას ცეკას ბიუროზე და დავავალე ყველას ასე მე გავხდი ყველას ასე პავლოვიჩ კარგი და ვეცდები მე თვითონ გავაკეთო მე ვიღა ცეკას ბიუროზე და იმაზე იგი კარგი აბა მithra და გავიდა ერთი წელი და ჩამევიდა ვიპიაბა თუ გაახსენება ის და რომ ვაცილებდი სადღაც პრობლემაზე მოდიავე გამიყვანა როგორ ახლოს მოწყება სიყვარულს ბევრით ვერ არის 1-2% ჩვენ გავზარდით დაახლოებით 20,000 ის კაცი ჩაბება ხო შეგიძლია მომიტყვი გააგრძელე მასეო გააგრძელა ქარხანაში და იმაში
აიყვანე ქართველობა, ახლა არ გინდა ის მე კი არ ვარ სხვების წინააღმდეგი, მაგრამ როგორ საქართველოში ქართველი არ უნდა იყოს. მოვიდა ანგელოზი კაცი იყო რა და მაგან ხრუშჩოვიდან ხრუშჩოვმა ხო გამოიტანა მაშინ სტალინის ამბები რო იყო გამოიტანა რომ საქართველები გაესახლებიან და მაგან პოლიტბიუროს წევრებს მოილაპარაკა და როგორც იქნა შეასრულებია თორა როგორც სხვა იმიდან ქვეყნებიდან გაასახლეს ეგენი ისე გაგვასახლებდნენ ჩვენ და ახლა შენ წარმოგიდგენე ქართველი კაცი გასახლებული და რაღაცა იმაში ყაზახეთში და ციმბირში რა აი ასეთი კაცი იყო ცხილაიშვილი იყო მაშინ პირველი ცხილაიშვილი უკლება მე და მის სასაფლაოს თავმჯდომარე იყო დავითაძე.